მოგესალმებით ჩემო ძვირფასებო და ჩემო კარგებო, ჩემო მშვენიერებო. დღეს მოდით ჩვენ ვკითხოთ ჩვენს ფსიქოლოგიის წიგნებს. როგორ უნდა მოიზიდოთ სიუხვე თქვენს ცხოვრებაში. ეს ძალიან საინტერესოა, იმიტომ რომ სიუხვე მარტო ფინანსები არ არის, სიუხვე არის ურთიერთობაში, სულიერ მდგომარეობაში, როგორ გრძნობ თავს, როგორც შენ გრძნობ თავს შინაგანად, აი ისე მე მიდის შენი მთელი ცხოვრება, ყველა აბსოლუტურად სფეროში. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ აი ეს უნდა ვიცოდეთ სულ ყველა ჩვენ, რომ პირველ რიგში სიუხვე უნდა იყოს ჩვენს თავში, ჩვენს გულში, სულში და მე რა თქმა უნდა ის მოვა უკვე ჩვენ ცხოვრებაში. რასაც ვფიქრობთ, აი ესეთი ცხოვრებით ვცხოვრობთ. თქვენი დღევანდელი ცხოვრება ის არის თქვენი გუშინდელი ფიქრი. ეს არის აქსიომა. მოდით ვნახოთ ახლა ჩვენ სიგნიფიკაციას გავაკეთებთ, რამდენად ახლა თქვენ ხართ მზად იმისთვის, რომ მიიღოთ თქვენ ცხოვრებაში აი ეს სიუხვე. ვნახოთ, აბა რამდენად მზად ხართ, რა ენერგიებში ხართ ახლა თქვენ. რა ენერგიებში ხართ ახლა თქვენ? ნუ მე შემიძლია გითხრათ, რომ ნუ ახლა იმპერატრიცა მოვიდა. ეგრევე, ნუ ჩემთან ახლა ნაკლები ვინ მოვა, მხოლოდ იმპერატრიცები არიან, მაგრამ აქ სხვათა შორის იმპერატრიცა, რომელიც სწავლობს კიდე, ნუ პრინციპში იმპერატრიცა იმისი არის, ზუსტად არის ადამიანი, რომელიც თვითონ სიუხვე არის, ანუ ადამიანი ესეთი ენერგია, რომ მე მინდა, მე ვფიქრობ, მე არჩევანი გავაკეთე უკვე იმისთვის, რომ მე მინდა ვიცხოვრო, ანუ სიუხვეში. მზად ხარ 1000%-იანი, იმიტომ რომ თვითონ ხო გეუბნეთ იმპერატრიცას ენერგია ეს არის როგორ შენ კი ახლა ისე არ არსებობს რომ დაუშვათ შენ რაღაცას აკეთებდი, მერე უკვე თქვათ მოეშვი და всё, მორჩა, всё, მე ვარ ძალიან ისეთი მდიდარი, მე ვარ კარგი, არა. იმიტომ რომ ეგ მე ადამიანი შეიძლება სტაგნაციაში გადავარდეს, მაგრამ აქ მაჩვენებენ რომ ადამიანი რომელიც აი ეს იმპერატრიცა რომელიც სულ სწავლობს, ანუ ეს შეიძლება კაცი იყოს, ქალი იყოს, არ აქვს მნიშვნელობა, ეს არის ენერგია, მე მინდა, მე ვიზიდავ, იმიტომ რომ ეს მიმღები ენერგია არის, ხო? იმპერატრიცას ენერგია, მე ვსწავლობ, მე ვიზიდავ, მე სულ ვეძებ რამე ინფორმაციას, გინდაც ინტერნეტ სივრცეში, გინდაც ისე, ანუ ეს არჩევანი, მე არჩევანი გავაკეთე, რომ მე მინდა ვისწავლო ყველაფერი მაქსიმალურად ავიღო ამ ცხოვრებიდან, რაც მე მომცემს აი ზუსტად ამ აქ სიუხვეს რა. აი აქ даже მეტიც ახლა არც არის საჭირო რომ კიდე გავაგრძელო, იმიტომ რომ ნამდვილად ადამიანმა უკვე ყველაფერი ადამიანმა ხო ტარო არის ჩვენი ადამიანი. უკვე ყველაფერი გიპასუხა, რომ აქ 1000%-იანი. ნუ პრინციპში რა არის ისე თუ თქვენ არაფერს არ აკეთებთ, თუ თქვენ არაფერს არ ვითარდებთ, თუ თქვენ არ ინტერესდებით იმით, რა კიდე შემიძლია გავაკეთო მე ჩემ ცხოვრებისთვის, ჩემთვის ისეთი რომ მე კარგად ვიყო, ნუ მაგ შემთხვევაში ეს არ იქნება თქვენი გაშლა, იმიტომ რომ აქ ენერგია ადამიანის, რომელიც ნამდვილად ეძებს, იმიტომ რომ აქ ხმალების არის პრინცესა, ხო? ეს არის იგივე რა პაჟი არის ახლა ხმალების, ანუ ადამიანია, რომელიც სულ ძიებაში, სულ რაღაცას ეძებს, სულ რაღაც აინტერესებს მაგას, ეს რომელიც აი ვითარდება, თქვა, რაღაცა კურსებზე დადეს, წიგნებს კითხულობს, ინფორმაციას, ანუ არის ნახეთ, მდიდარი ადამიანის საერთოდ გონება ის არის, რომ მე მოვისმენ აი დაუშვოთ რაღაცა დამაინტერესა, შეიძლება ადამიანი ყვება იგივე სიტუაცია, ნუ იგივე რაღაც მომენტებს ახლა ჩვენ ხა რაღაცებს ხო ვკითხულობთ, მაგრამ ხვდები რომ ეს ადამიანი იგივე თემაზე ლაპარაკობს, რაც მე პრინციპში უკვე რაღაცა ბევრი მაქვს აკითხული, მაგრამ მდიდარი ადამიანი ყოველთვის მოусმენს კიდე, იმიტომ რომ ხო შეიძლება მდიდარი გონებრივად რომ მდიდარი თუ არის ხო თავისთავად, მაგრამ გონებრივად მთავარი ჩვენ უნდა ვიფიქროთ ჩვენს აი უკვე რომ მე ვარ უკვე მდიდარი ადამიანი, გაიგეთ, გონებით, ნუ მდიდარები ვართ სულ ყველა აბსოლუტურად, იმიტომ რომ ჯერ პირველ რიგში გაიხედეთ ახლა გარეთ რამ ხლა, ნუ ბუნება, ყველაფერი ჰაერი ჩვენთვის არის, ხო, ბუნება ჩვენთვის არის, ხო? ეს უკვე რამ ხლა სიუხვე არის. ისე რომ ვთქვათ, ხო? ვისაც შვილები ყავს, ოჯახი ყავს, ან თავისი საყვარელი
საქმე ვისაც აქვს ეს უკვე სიმდიდრეა, ძალიან დიდი სიმდიდრე, მაგრამ თუ ჩვენ ვამბობთ კიდე აი როგორ ფიქრობს იცით ადამიანი, რომელიც აი მდიდრულად ფიქრობს, რომ კიდე რა შემიძლია გავიგო, მოდი მოვუსმინო, იქნება რაღაცას კიდე მეტყვის ისეც, რომ რაც მე გამომადგება. ღარიბი ადამიანი იძახეს მე ყველაფერი ვიცი. აი აბსოლუტურად ყველაფერი ვიცი, მაგრამ იბადება კითხვა, თუ ასეთი ჭკვიანი ხარ, რატომ ხარ ასეთი ღარიბი? ხო? მოდით ვნახოთ ახლა ჩვენ რაღაც დღეს მინდა რომ ისე ამ დასტასაც ვკითხო. როგორ გრძნობთ თავს თქვენ ურთიერთობაში? მოდით აი ასე ჯერ დავდებ კითხას. როგორ გრძნობთ თავს ფინანსებში ახლა თქვენ? როგორ გრძნობთ თავს თქვენ თქვენს აი საქმიანობაში, საქმე რომელსაც თქვენ აკეთებთ, რამდენად თქვენთვის არის კარგი. და ვკითხოთ, რა გიშლის თქვენ ხელს, რო თქვათ, აი რო იყოთ ძალიან აი ესეთი სიუხვეთ სავსე და რა მოგეხმარებათ თქვენ, მაგრამ ანუ ესე იგი როგორ ვიზავ ახლა იცით ეს რა გიშლით ხელს იყოს დავუშვათ, მაგრამ მე ვკითხე ახლა თქვენ როგორ ხართ ახლა, მაგრამ მე ახლა მინდა ვკითხო როგორ რა მოგეხმარებათ, იმიტომ რომ აქ ცალკე პოზიცია კი გვაქვს ჩვენ, მაგრამ ჩვენ ეს არ გვინდა, ჩვენ გვინდა სათითაოდ, ხო, რაც ვკითხე. ანუ მოდით ვნახოთ ახლა ჩვენ რა როგორ გრძნობთ თავს ახლა ვკითხეთ და ანუ რას მოგიტანთ თქვენ სიუხვეს აი ამ სფეროებში, აი ასე ვკითხოთ ჩვენ. რას მოგიტანთ ურთიერთობაში, რას მოგიტანთ თქვენ ფინანსებში, რას მოგიტანთ თქვენ პირად დანიშნულ საქმიანობაში, ეს რას გიშლით ხელს. ნუ საერთო ჯამში მაშინ ასე ვკითხოთ, რა დაგეხმარებათ საერთო ჯამში, რადგან ეს წამოვიდა, რა ვიცი, რატო წამოვიდა, ნუ კაი. რა დაგეხმარება, ეს როგორც რჩევა, ისე, რა შეგიშლით ხელს და რა დაგეხმარებათ, აი საერთო ჯამში, ხო? ვნახოთ. აი ნუ აქ ადამიანი ფიქრობს, კი, ძალიან ფიქრობს და უკვე ისა ტრანსფორმაციაში უკვე შედიხართ ბევრი. მოდით ვნახოთ, აბა როგორ გრძნობთ თქვენ ახლა ურთიერთობაში. ნუ იცით რა არის, მე ვერ ვეთქვი, აქ ურთიერთობაში რო გრძნობდეთ თქვენ ცუდად, იმის მიუხედავად, რომ აქ არის სამიანი თასების, ეს იმას არ ნიშნავს, ნუ ახლა ვიღაცისთვის შეიძლება საჯარო გაშლა არის, რომ ეს იყოს თქვა სამკუთხედში გრძნობ თავს, მაგრამ აქ როგორი ენერგია მოდის, იცით, მიხარია, თუ თქვენი სამკუთხედში ხარ და მაინც გიხარია და ბედნიერად გრძნობთ თავს, ნუ ესე იგი ესაც იქნება თქვენი, იმიტომ რომ სამკუთხედში პრინციპში ადამიანი ახლა არის პერიოდები, რომ კარგად არის, მაგრამ არის პერიოდი, როცა მართლა ძალიან ცუდად არის, მაგრამ მესამე ენერგია თასების ეს საერთოდ ენერგია, როცა ანუ რაღაც აი კარგი პერიოდი, მეგობრული პერიოდი, როცა თქვა შეიძლება სადმე თქვენ ადამიანთან კაი დროს ატარებთ, ან სადმე გადიხართ ერთად, ნუ რაღაც აი კარგი ენერგია არის. ან შეიძლება ვინმესთვის ახლა ვაფშე ახალი გაცნობილი გყავს პარტნიორი და ახლა პირველი ეს შეხვედრები ან მიმოწერები, შეიძლება სადმე დაპატიჟება, არ გამოვრიცხავრო ახლა რადგან ჩვენ გვაქვს ახლა საჯარო გაშლა, რომ შეიძლება ეძებთ თქვენ დაუშვათ ახლა და აი ხალი ისობთ დაუშვათ, რომ აი მაინტერესა იმასაც გავიცე, ანუ კაი კარგად ვარ, გაიგეთ რომ კარგად ვარ, პრინციპში მეგობრებთან ძალიან კარგი ურთიერთობა მარტო ხო არ არის თქვა ახლა პარტნიორი, ხო? ურთიერთობა შეიძლება ისეთ სივრცეში მოხვდეთ ახლა თქვენ, სადაც აი თქვენი თანამოაზრეები არიან, ადამიანი ვისთანაც თქვენ ერთად გიხარიათ ყოფნა დაუშვათ, ხო? რაღაცა მესამე ენერგიის რაღაცას აი ახალი ემოციების ემოციას ვსწავლობ, ან ახალი ემოციას ვიღებ
იმ თქვათ ადამიანებისგან, ვისთანაც მე ვარ, შეიძლება მეგობრებთან კარგი დროს ტარება, ხო გეუბნეთ, ახლა ურთიერთობას მე აქ ვგულისხმობ უფრო მასშტაბურად, არა თქვათ მარტო პარტნიორთან სიტყვაზე, ხო? და ამიტომ ეს ახლა საჯარო გაშლა გვაქვს ჩვენ, ხო? და როგორ, აბა ნახოთ ჩვენ რა უნდა გააკეთოთ, ხო, სიუხვისთვის. აი ზუსტად რომ იცით როგორ უნდა გააგრძელოთ რა, აი ასეთი მომენტი, იცით როგორ არის, ესე იგი კითხვა ჩვენ დაუსვით იმისთვის სიუხვისთვის, ხო? აი თქვენ რო იყოთ კარგად, ხო? ანუ არაფერი არ უნდა გაჩერებდეთ თქვენ, პირიქით თქვენ აი ზუსტად აქ ახლა ისეთი ენერგია არის, იცით, მე-12 ენერგია, ანუ კარგი ფსიქოლოგი, კარგი აქ დანახა ძალიან საინტერესო არის, არაფერი არ უნდა გაჩერებდეს, მოდი ასე რომ ვთქვათ, რაღაც ეს მომდის რა. კი. აქ ნამდვილად ურთიერთობაში გაქვთ რაღაცა, ანუ თუ თქვენ ისე გააგრძელებთ როგორც ახლა ხართ, აი ეს ენერგია, ამ ენერგიაში თუ იქნებით, მაშინ ძალიან კარგად იქნებით ნამდვილად. ანუ აქ არის რაღაცა აი ურთიერთობაში, თუ გეუბნებით ვისაც გაქვთ ახალი დაწყებული ურთიერთობა, ნუ რაღაც ახალი პერიოდი გაქვთ საერთოდ რა. ამიტომ თუზი პენტაკლების გეუბნება ჩვენ, რომ თქვენ პრინციპში უკვე ხართ ძალიან მაგრად, ანუ ურთიერთობის დარგში, ასე რომ ვთქვათ, იმიტომ რომ ეს არის ну, როგორც აგიხსწერეთ სხვადასხვა აი მაღალფარგლოვანი არის აქ ურთიერთობაზე აღებული კითხვა. მოდით ნახოთ ახლა ფინანსებში, როგორ არის ახლა ფინანსური მდგომარეობა, ნუ ახლა ხართ ბრძოლაში. ეხლა ხართ თქვენ ბრძოლაში ნამდვილად, იმიტომ რომ შეიძლება თქვა ზოგმა ახალი სამსახური დაიწყო, ზოგი შეიძლება ახალი პროექტი არის, შეიძლება აქ არ გამოვრიცხავრო, თქვა მე საერთოდ ახლა კი ვიძახა ხოლმე რომ კონკურენცია არ არსებობს, მაგრამ შეიძლება თქვენ განიცდით ამ კონკურენციის მომენტს და ანუ შინაგანად შეიძლება ვიღაცამ გაგაბრაზა კიდევაც სხვათა შორის, მაგრამ თქვენ მაინც როგორ ხართ, ну დაუშვათ ახლა ვიღაცას თქვენი ვალი აქვს სიტყვაზე, ხო? მაგრამ ფინანსებში შემიძლია გითხრათ, აქ არის ხუთიანი ხმალების ძალიან მაგარი ენერგია, იმიტომ რომ აქ ადამიანი ფიქრობს, ეს ფიქრები, ხო? მე ვფიქრობ, კიდე რა შემიძლია გავაკეთო, აი даже მე იმას ვეთყოდი, რომ ვაჯობო კიდე ფინანსურად, აი ჩემს თავს, ну პირველ რიგში ჩვენ ყოველთვის ვის უნდა თქვა თავის შევადაროთ, ან ვის უნდა თქვა ვიზგემისეთ თქვენ ჩვენ თავს, ხო? ანუ თავს ვადარებ, როგორი ვიყავე გუშინ, როგორი ვარ დღეს, თუ სხვას არავის არ უნდა შევადაროთ ჩვენი თავი, ჩვენ შეგიძლია ავიღოთ მაგალითი თქვა დაუშვოთ, ხო? იმ ადამიანებისგან, ვინც ჩვენზე უკვე წინ არის, მაგრამ თავის შევადაროთ უნდა უშუალოდ ჩვენ მხოლოდ ჩვენს თავს, ანუ როგორი ვიყავი, რას ვაკეთებ, სად მივდივარ და რას მინდა მივაღწიო. აი ეს არის, მეტი არაფერი, დანარჩენი სულ ყველაფერი მაგალითი. აი აქ არის ახლა ფინანსებში, ნახეთ, ну მთავარი რა არის, აქ რას გვეუბნებიან, თუ გინდა რომ გქონდეს სიუხვე, პირველ რიგში, ხო, უნდა გამოხვიდე ამ მდგომარეობიდან. ნახეთ, ხუთიანი პენტაკლების არის როგორ იცით, როცა ადამიანი სულ განიცდის არ ქონას რა, არ ყოფნას რა, სულ რაღაცა არ ყოფნის რა და ადამიანი უნდა ისწავლოს, თქვათ, ახლა ფინანსური ცოდნა უნდა მიიღო, იმიტომ რომ თუ დაუშვოთ, შენ თუ გინდა რომ გქონდეს და შემოვიდეს შენ ცხოვრებაში სიუხვე, კი ფიქრობ, მაგრამ არ უნდა სულ იფიქრო იმაზე, რომ ფული არ მაქვს, ფული არ მყოფნის, სხვათა შორის გოგოებო, ვინც ხართ კლუბში, შედეთ ბიბლიოთეკაში, იქ სადაც ჩვენ გეტყურზე გვაქვს მედიტაციები, იქ არის ძალიან მაგარი მედიტაცია, რომელიც ზუსტად აი ამაზე მუშაობს, ამ ღარიბულ დადგენილებებზე, რომელიც თავში ჩვენ გვაქვს და რომელიც არ გვაძლევს ჩვენ საშუალებას, რომ წინსვლა გქონდეთ თუნდაც ფინანსებში, იმიტომ რომ ჩვენ ვართ, ну გვაქვს ეს მომენტები, რომ თქვათ ახლა მშობლებისგან მოდის, ან დაუშვათ ბავშვებიდან, სადღაც სტუდენტობის პერიოდში რაღაცა ადამიანებისგან გვაქვს ჩვენ ეს აღებული, რა თქმა უნდა, უფრო მეტია ოჯახისგან,
ოჯახიდან, ანუ ეს რო ფული არ არის, ამის ეს ახლა ჩვენ არ შეგვიძლია ჩვენ თავს ეს მივცეთ უფლება რო ვთქვათ ეს ვიყიდო, მე მდიდარი კი არა ვარ. ახლა და ეგეთი რაღაც სიტყვები რა, ახლა მე უკვე აღარც ვიცი, იმიტომ რომ იმდენი ვიმუშავე ამაზე, რომ ამოვაგდე და დავიწყოთ შეიძლება ამაზე მუშაობ, ძალიან აი მყაფიოდ ხდები, ეს თქვა დედისგან მოდის, მამისგან მოდის, შეიძლება ბებია ბაბუასგან მოდის, შეიძლება იმ საზოგადოებრივ იმ წრიდან რა წრეში შენ ტრიალებ, იქიდან შეიძლება მოდის ეს რაღაცები და ამიტომ აქ იმისთვის რომ შენ თუ გინდა რომ აი უკვე ბრძოლა კი მიდის შენში, მაგრამ თუ გინდა რომ ფინანსურიც სიტუაციაც შენი გამოსწორდეს, აუცილებლად შენ არ უნდა იგრძნო შენი თავი აი ესე ღარებულად, მე არაფერი მე არა მაქვს, აი რა ქვია, ძლივს მყოფნის რაღაცებისთვის, მე აი ну короче, სხვა იქნება ფულიანი მე არა, აი ამაზე გავაკეთებ ძალიან მაგარი ტრენინგს, მე უკვე შეგპირდით და აი ნახოთ, შეიძლება მარტო კლუბის წევრებისთვის გავაკეთებ და ჩემი მოსწავლეებისთვის აუცილებლად, იმიტომ რომ ჩემი მოსწავლეები უნდა წავიდნენ ჩემი აკადემიიდან იმენა აკადემიური ცოდნით, ასე რომ ვთქვათ, რომ ყველა სფეროში აბსოლუტურად რო იცოდნენ რა როგორ მუშაობს და მასეც ვაკეთებ. ეს აუცილებელი და სამუშაოებელი. აქ რაღაცა გააქვთ თქვენ ესე იგი, რომ აი არ მყოფნის, არ მეყოფა, აი ძლივს მყოფნის ხელფასამდე. აი ეგეთი რამეები, გაიგეთ რომ აი როგორ რა უნდა გავაკეთო, აი მე ხა ისე მიხარია, ჩემთან მოდიან როგორი გოგოები, იცით ხა ჩემთან არ არის იაფის სწავლა, მაგრამ ეს ძალიან მაგარია რომ არ არის, იმიტომ რომ დაცვა არის, მოვა ის მხოლოდ ის, ვინც ნამდვილად უნდა ისწავლოს, მაგრამ აქ როგორი მომენტი ზოგი გოგო აი გაბიედეს ხა მე თვითონ ვარ წარმომადგენელი, ასე მე კაპიკი ფული არ მქონდა რომ დავიწყე სწავლა. საკმაოდ აი ფული მაქვს მიცემული ჩემ განათლებაში, მაგრამ წამოვიდა. გაიგე, აი ეს ამოვაგდე. ეს ამოვაგდე თუ არა თავიდან, რომ მე შემიძლია რატომაც არა, მე მინდა და შემიძლია და მე დამეხმარება უფალი, მე დამეხმარება სამყარო და ყველაფერსაც მივახცე. აი ამაზე მუშაობა საჭირო. გაიგეთ, რომ რას ფიქრობ შენ, აი აქ ეს არის მნიშვნელოვანი, ძალიან მნიშვნელოვანი მუშაობა თავზე. აი ალბათ იმიტომ გამოვიდა ეს პოზიციები რა. Так, ეს შეგვიშლის ხელს. Так, მოდით ახლა ნუ პირადი დანიშნულება. აი ნახეთ, აქაც ესე იგი რა არის, იცით? პირადი დანიშნულება. აქ შეიძლება ზოგისთვის არის როგორი მომენტი. ან ეჭვი ეპარება, რომ ნამდვილად მე მუშაობ იმ თემაზე, რა თემაზეც მუშაობ, ну, სადაც მუშაობ, დაუშვათ, მაგრამ დამოკიდებული ვარ რაღაცაზე და იმიტომ იმის გამო ვარ მე აქ იმიტომ რომ აი ეგეთი რაღაცები, როცა შეიძლება ადამიანი აბრალებს სხვებს, აი მე ფული რომ მქონდეს, აი ამ სახელმწიფოს რა ვუთხარი, რომ აი ასე აი არიან მე-12 ენერგიას, როცა ადამიანი აბრალებს სხვებს აბრალებს თავის რაღაცა მინუსებში, რასაც თვითონ ნუ არა აქ ახლა და აი იმის სახელმწიფოს ბრალი, ოჯახის ბრალი, ქმრის ბრალი, ცოლის ბრალი, პეტრეს ბრალი, პავლეს ბრალი, აი ყველაფრის ბრალია, ხოლო ჩემი არა. იმიტომ მე დაუშვით ვერ ვაკეთებ და ამიტომ გიობთ, აი მაგალითად კიდე ნუ ახლა ჩემთვის ეს ძალიან დიდი სამაგალითო, ჩემი გოგოები მუშაობენ კიდევაც საზღვარგარეთ, კიდევაც უვლიან იქ მოხუცებსაც, ზოგი ხა სხვანაირადაც არა, ნუ ყველა ხო არ არის, მაგრამ არიან ძალიან მაგარი გოგოები, ბიზნესები აქვს თავისები და ასე შემდეგ, მაგრამ იმასაც აკეთებენ, არავის არ აბრალებენ, რომ დრო არ მაქვს, ეს არ მაქვს, პოულობენ იმ დროს და მოდიან და ეს რაც მათ სულს უნდა, რაც სული ითხოვს, იმას აკეთებენ. გაიგეთ რა ხდება? აი აქ უნდა შეცვალოთ ესე იგი მდგომარეობა, ყველა ვარიანტი კი. ანუ უკვე ცოტა რაღაცა პესიმისტური წამოვიდა, იცით რა არკანები, იმიტომ რომ მე ვფიქრობ რას, ნახეთ რასასწაული ახლა გეტყვით. აქ არის ორი ვარიანტი. შეიძლება თქვენ ეხლა რადგან იმპერატრიცა წამოვიდა, იმპერატრიცას არ შეიძლება რომ ეგეთ ენერგიებში იყოს, გაიგეთ? აქ ახლა ნახეთ, ან თქვენ ოცნებობთ, ჯერჯერობით, იმიტომ რომ თუ წავიკითხოთ ჩვენ ახლა აი ეს პაჟი ხმალების, მე ვოცნებობ სიუხვეზე, მე ვოცნებობ ვიყოს სრულყოფილი, მე ვოცნებობ იმაზე, რომ მე ყველაფერი მქონდეს კარგი.
მე ვოცნებობ, მაგრამ შეიძლება ნახეთ აქ რა ხდება. ადამიანი არის დამოკიდებული ჯერჯერობით იმ წრეზე, რა წრეშიც ტრიალებს, ამიტომ შესაძულელია და მაგის საშუალებაც მოგეცემათ, ანუ აუცილებლად შენ თუ რაღაცას გინდა მიაღწიო, თანამოაზრეობის გარშემო უნდა იტრიალო, არა იმათთან, ვინც შენ წევს ქვემოთ და გეუბნები, რა სისულელეა გოგო, მოიცა რა, რაღაცა თქვა იმან ახლა რაღაც სისულელებს ბოდავს. აი აგეთებთან კი არა, ისეთ ადამიანებთან რომ აი ძალიან მაგარია, მართალი ხარ, მოდი ვცადოთ, ხო? აი მოდი გავაკეთოთ, ხო არსებობენ ადამიანები, ვინც ახლა ყველა მდიდარი ოჯახიდან გამოვიდა, სხვა შორის ვინც გამოვიდა მდიდარი ოჯახიდან, იმათ აქვს კიდევ უფრო მეტი პრობლემა, იმიტომ რომ მაგათმა მშობლებმა მოიპოვეს, ხო? გადასცეს და აი ეს გაჩერება და შენარჩუნება ამ ყველაფრის ეს არის მთავარი, ის კი არა რომ შენ მიიღო მიმკვიდრეობით მილიონები და აი ზოგს ეს უჭირს, რატო? იმიტომ რომ იმას სხვანაირი აზროვნება აქვს, ის გაჭირვებაში არ გაზრდილა, იმას ყველაფერი ქონა მზამზარეულო. მხოლოდ ისინი აგრძელებენ სიმდიდრეს, თქვათ, აი უფრო ამატებენ, ხო, იმ სიმდიდრეს, რაც მშობლებმა დაუტოვეს, თუ მშობლებმა ჭკვიანურად მოიქცნენ თავის დროზე და იმ თავის შვილებს კი არანებივრებდნენ, ზომიერად ექცეოდნენ და სხვა თვისებებს უნერგავდნენ. აი ეგენი მე უკვე აგრძელებენ, გაიგეთ რა არ გინახეთ რომ მდიდარი იყო მშობელი და შვილმა დააქცია მთელი ოჯახი რა. რამდენიც გინდ რომ იმას არა აქვს ეს ცოდნა. ეგ მამამის ქონდა სიტყვას, დედამის ქონდა ეს ცოდნა და ის აღწევდა, ის მიდიოდა. გაიგეთ იმისკენ და სიუხვესკენ და ეს იმ შვილს არ გადაასცა ეს ცოდნა და ამიტომ всё გაფლანგა ყველაფერი. გაიგეთ რა ხდება. ამიტომ აქ არის ეს მომენტი, როცა შენ გინდა თუ ის მომენტი მაშინ შენ წრე უნდა შეცვალო. ეს პლუს კიდე რაც ეხება ფინანსებს, უკვე რაც ეს უკვე გითხარით მე თქვენ, შეცვალოთ მიდგომა და აქაც ახლა პირად დანიშნულებაზე დაფიქრდი. იმაზე, რაც შენ მოგწონს, სადაც შენი სული გიძახეს, იქ წადი, იმიტომ რომ ნებისმიერი პროფესიიდან, რომელიც შენ გიტაცებს, აი საქმიანობიდან, ხო? რომელიც შენ გიტაცებს, შენ შეგიძლია შექმნა სიუხვე. მთავარი ეს მოგწონდეს, მთავარია მაგაში შენ, ანუ იყო გარკვეული, მთავარია შენ, აი ეს თუ არა ხარ გარკვეული ბოლომდე ისწავლო. მეც ახლა ნამდვილად ახლა ტაროს სწავლა რო დავიწყე, არ მიფიქრე რომ მე გავხდები ტაროლოგი, ხო? მაგრამ როცა უკვე გადავედი გაშლებზე, როცა უკვე ანუ შევისწავლე რაღაც შევედი, მე ვთქვი, რომ მეთქი მე მინდა ვიყო ეგეთი ადამიანი, იმიტომ რომ ეს არის ინსტრუმენტი, რომელიც დამეხმარება მე ჩემი ოცნება იყო, სულ იყო ჩემი ოცნება ის, რომ მეთქი ადამიანებისთვის ვიყო საჭირო. დავეხმარო ადამიანებს, რაღაცა ცოდნას ვიღებ ჩემთვის, მაგრამ მე აი როცა შენ კარგად ხარ, ხო, შენ ახლა აი გინდა რომ სხვას გასწრე. აი გინდა შენ როცა მშიერი ხარ, ფიქრობ მე რა ვჭამო, ხო? როცა შენ გაქვს საჭმელი, როცა გაქვს საშუალება, ხო? შენ გინდა სტუმარი სტუმარს დაუძახო, მეზობელს დაუძახო და ქალს დაურეკო, მოდი ახლა ისეთი კაი დამცხვარე მაქვს რაღაცა, იმიტომ რომ შენ არ ითვლი იმ ლუკვებს ნამცხროს, რომ ძლივს ახლა ნახე, წელიწადში ერთხელ ვიღაცა მოგცა ეს ნამცხვარი და ახლა კი არ დაუძახებ მთელი მეგობრებს, თვითონ შეჭამ ჩუმად, ხო ეს არის? ეს არის სიღარიბე. აი როცა შენ თვითონ უკვე ისე ხარ, რომ აი გინდა მე გასცეს, ხო, იმიტომ რომ შენს ხარ აი ასეთ ენერგიებში. რა მოდით უცბად ნახოთ ახლა რა გიშლით ხელს, აი ზუსტად თქვენ პირადი ძალა. ანუ თქვენ თვითონ არ გჯერავთ თქვენი თავის. ანუ შეიძლება აი აქ მე რაც გითხარით, თქვენ მოусმინეთ თავიდან, რაც გითხარით, აღარ გავემეორებ. ეს არის რომ ანუ თქვენ არ გჯერათ, რომ თქვენ ხართ ისეთი ძლიერი, რომ თქვენ შეგიძლიათ რომ დაუშვათ გახდეთ ეს მდიდარი პიროვნება. ანუ თქვენ შეიძლება აი დაუშვათ რომ იძახოთ აი მილიონი რო ხო ვიღაცა არის, რატო არა შენ ვინ გიშლის ხელს? ვინ? მოდ გეზარება, ხო? იმიტომ რომ უნდა იმუშაო შენ თავთან, შეცვალო შენი აზროვნება, რაღაცა უნდა დაიწყო, რაღაცაში უნდა გადაიყვანო. ეს რა დაგეხმარება? სურვილი დაგეხმარებიან მაღალი ძალები, საერთოდ ტუზები ეს არის დახმარება მაღალი ძალებისგან. სურვილი.
თუ თქვენ გაითვალისწინებთ რჩებას, თქვენი დიდი სურვილი, თქვენი დიდი სიყვარული დაწყება, საერთოდ ტუზი დაიწყე პოზიტიურად ფიქრით თუნდაც, დაიწყე, ანუ უკვე გჯეროდეს, რომ ეს ყველაფერი, ნახეთ, ეს არის, აი სიუხვე ეს არის რა, ნახეთ, დგას ეს ამხელა ბოკვალი და გადმოდის ეს წყალი, გადმოდის, ხო? აი აქ არის ის, რა ქვია, ანგელოზი არის, ხო? და ის, ნუ გაეცი და მიიღებ. ნახეთ, ხელი როგორ აქ ამას აი ასე უჭირავს, აი ასე. და აქეთ ნახეთ, ეს რომ გადმოდის წყალი, ასეც გადმოდის. ანუ შენს მოგეცემა და შენის და სხვებსაც მიეცემა შენით. მიხდით? გაითვალისწინეთ ჩემო რამაზე, მე კი გისურვებ სიხარულს, ბედნიერებას და ყველაფერს მხოლოდ და მხოლოდ კარგს.